კახეთში ბოლო ზარის კოლონაში მყოფი მანქანა ტრაილერს შეეჯახა. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. მთავარის ინფორმაციით დაშავებული 5-ვე პირი 16-დან 18 წლამდე მოზარდია. მათი ახლობლები გვიყვებიან, რომ დაშავებულთაგან არც ერთს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. ამ დროისთვის მათ საჭირო კვლევები უტარდებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ახაშენის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ავარია ბოლო ზარს არ უკავშირდება, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში მომხმარებელი საუკეთესო ფასს მიიღებს, ასე ეხმაურება ფასების კომისიის თავმჯდომარე მილიონერი დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი საოჯახო კალათის ელექტრონული საინფორმაციო პორტალის შექმნას. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით პორტალზე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ფასდაკლებული პროდუქცია დაათვალიერონ. რუსეთი უკრაინაა და სწორედ ჩვენ უნდა ვბატონობდეთ რუსეთზე, მათ ჩვენი ისტორია მოიპარეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. ზელენსკის თქმით კი მათ FSB შტაბ-ბინას დაარტყეს და საზენიტო სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს. ბირთვული იარაღის გამოყენება ეს არის ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი განსაკუთრებული ზომა, განაცხადა პუტინმა ბელარუსთან ერთობლივი ბირთვული ძალების წვრთნასთან დაკავშირებით.